კიევმა ოფიციალურად შეწყვიტა ვაშინგტონის სანდო მოკავშირედ განხილვა დონალდ ტრამპის პოზიციების გამო და სულ უფრო აქტიურად გადაეწყობა ევროპაზე და არა მხოლოდ. უკრაინამ შეუმჩნევლად შეცვალა პარტნიორობის სტრატეგია შეერთებულ შტატებთან და თავისი მოკავშირეობა ევროპაზე და თვით ახლო აღმოსავლეთზე გადაამისემართა. ფაქტობრივად სანამ ყველა დაობს, გავა თუ არა აშშ ნატოდან, უკრაინამ უკვე მოახერხა თავისი პარტნიორობის გადაორიენტირება. და აი დღეს გამოცემა The Atlantic-ის ახალ მასალაში სტრატეგიული კვლევების პროფესორი სენტ-ენდრიუს უნივერსიტეტიდან ფილიპს ობრაიენი ანალიზებს უკრაინის პოზიციის მკვეთრ ცვლილებას შეერთებული შტატების მიმართ. მომეწონა ეს მასალა იმდენად, რომ მინდა თქვენთანაც გავიზიარო. ამერიკული მხარდაჭერის შემცირების მიუხედავად, ობრაენის თქმით, უკრაინამ შეძლო ახალ საომარ პირობებთან ადაპტაცია და ინიციატივის ხელში აღებაც კი. და რაც თავარია, უკრაინამ საბოლოოდ უარი თქვა მზე და ეხლა შეუძლია საერთოდ აღარობოს პირფერობა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას. თუ მოусმენთ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ბოლო რიტორიკას, მიხვდებით, რომ იქ უკვე საკმაოდ კრიტიკულად საუბრობენ როგორც ტრამპზე, ასევე მის პოლიტიკაზე. ეს მიუთითებს იმაზე, რომ შიში აღარ არსებობს და აშკარად ჩამოყალიბდა ახალი პარტნიორობა და ახალი ალიანსი. დავილაპარაკოთ. მე მქვია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ, გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ გამოშვების ქვეშ. თუ თვლით, რომ ამ არხის მუშაობა მნიშვნელოვანია და აუცილებელი, შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ ამ არხს თქვენი შემოწირულობით ან სპონსორობით YouTube-ზე. როგორ გააკეთოთ ეს? ყველა ბმული და რეკვიზიტი მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან თქვენს ეკრანებზე არსებულ QR კოდზე. დღეს გამოცემა The Atlas გამოვიდა პროფესორ ფილიპს ობრაინის მასალით, რომელიც იგულავს თუ როგორ უკრაინამ შეუმჩნევლად დონალდ ტრამპს ხელი ჩაიქნია და გადააორიენტირა თავისი პარტნიორობა და ალიანსი. როგორც წეს პროფესორი, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნებიდან 1 წელზე მეტი ხნის შემდეგ, უკრაინა სულ მცირე საჯაროდ ინარჩუნებდა იმედს, რომ შეძლებდა მის გადმობირებას თავის მხარეს. საჯაროდ უკრაინა აწარმოებდა მოლაპარაკებებს და თითქმის ყველაფერზე თან ხდებოდა, რასაც თეთრ სახლში ამბობდნენ, მაგრამ კულისებში სხვა რამ ხდებოდა. შემდეგ მოხავს ციტატა ობრაიენისგან. დონალდ ტრამპმა, რომელიც კლავ და კლავ ავლენდა სიმპათიას ვლადიმირ პუტინის მიმართ, ფაქტობრივად შეაჩერა ამერიკული სამხედრო დახმარება უკრაინისთვის. ის რეგულარულად აკენებდა შეურაცხყოფას უკრაინის ხელმძღვანელობას, ხოლო 2025 წლის თებერვალში პირადად მკაცრი საყვედური მოუწყო პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ოვალურ კაბინეტში. მიუხედავად ამისა, უკრაინა დისციპლინირებულად მონაწილეობდა ტრამპის ინიციირებულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომლებიც თავიდანვე იყო გადახრილი რუსეთის აგრესიის წახალისებისკენ და საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა. ზელენსკიმ დათანხმდა სასარგებლო წიავისეულის მულის მოპოვების გარიგებებს, რომლებიც თითქოს და ამერიკელებისთვის სარგებელს პირდებოდა. მან კიდეც გულუხვად შეაქო თავად დონალდ ტრამპი. მიუხედავად მზარდი ეჭვებისა, უკრაინის ლიდერები მიიჩნევდნენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ კომპლიმენტური სიტყვები ზიანს არ მიაყენებდა და შესაძლოა მისი კეთილგანწყობის მოპოვებაში დახმარებდათ. მაგრამ აი ყველაზე საინტერესო. მთელი ეს დრო ყველაფერი კულისებს მიღმახდებოდა. ეხლა კიევი როგორც ჩანს უკვე დაემშვიდობა იმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებზე. უკრაინა აქტიურად ეძებს ახალ დიპლომატიურ და სამხედრო პარტნიორებს. მაგალითად, უკრაინა თავის მძიმე გამოცდილებას დრონების ომში უზიარებს საუდის არაბეთს, კატარს და გაერთიანებულ არაბთა საამიროებს. ასევე უკრაინა ხელშეკრულებებს აფორმებს შეიარაღების ერთობლივ წარმოებაზე გერმანიასთან, დიდ ბრიტანეთთან და სკანდინავიის ქვეყნებთან. მაგრამ ყველაზე მთავარი ისაა, რომ უკრაინამ გაგზავნა უპილოტო აპარატები სანქტ-პეტერბურგში რუსეთის ნავთობის ექსპორტის ობიექტებზე დასათქმელად. ეს მტრის ღრმა ზურგშია. იგნორირებით, როგორც თავად ზელენსკიმ თქვა, ზოგიერთი პარტნიორისგან მიღებულ სიგნალებს, რომ თავი შეეკავებინათ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან. მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა დაადასტურა, რომ დიახ, ვაშინგტონიდან მთელი ამ დროის განმავლობაში სთხოვდნენ თავი შეეკავებინათ დართმებისგან. მაგრამ ეხლა უკრაინას შეუძლია აღარ მოусმინოს ამ მოწოდებებს. და აი ფორმულირებების გამოყენებით, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ წარმოუდგენელი ჩანდა, ზელენსკი მიანიშნა, რომ აღარ განიხილავს შეერთებულ შტატებს როგორც სანდო მოკავშირეს. და რაც კიდევ უფრო გასაოცარია, მიიჩნევს, რომ თელმა ევროპამ უნდა დაიწყოს ტრანსატლანტიკური დამოკიდებულებისგან დაშორება. მათ ცდილობენ არ დაუშვან ენერგომატარებლებზე ფასების შემდგომი ზრდა ამერიკულ დამოკიდებულებაზე ფონზე. ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ
როგორც იცით, ტრამპის ადმინისტრაციამ შეამსუბუქა სანქციები რუსეთის ნავთობის მწარმოებლებისა და გამყიდველების მიმართ. და გასულ კვირას იტალიურ რადიოსთან ინტერვიუში ზელენსკიმ გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილება. შემდეგ მოხავს მისი ციტატა. ჩემი აზრით, რუსეთმა ისევ აჯობა ამერიკელებს. მან აჯობა თვით შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც. და რაც თავარია, თავად ზელენსკიმ გაავრცელა თავისი კომენტარების ინგლისურენოვანი ვერსია. კომენტარები ტრამპზე Twitter-ში, რათა კიდევ უფრო ფართო აუდიტორია მიეწვდინა. მალე ამის შემდეგ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ აშშ-ში მართლაც გეგმავს ნატოდან გასვლას, როგორც ტრამპი არაერთხელ იმუქრებოდა, ევროპულ დემოკრატიებს სრულიად ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა დასჭირდებათ. და მისი თქმით იმისათვის, რომ თავი დაიცვან რუსეთისგან, ამერიკული დახმარების გარეშე, ევროპულ კავშირს ისეთი ქვეყნების შესაძლებლობები დასჭირდება, როგორიცაა ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი და უკრაინა. ამით ზელენსკი ახლა მკვეთრად განსხვავდება ევროპელი ლიდერებისგან, რომლებიც ბოლო 15 თვის განმავლობაში სასოწარკვეთილად ცდილობენ წარმოაჩინონ თითქოს აშშ-ში კვლავ ერთგულია თავისი ტრადიციული მოკავშირეების. ამ პროცესში ზოგიერთი მათგანი ფაქტობრივად იდაბლებოდა. მაგალითად, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, რომელმაც დონალდ ტრამპს მამიკო უწოდა, თუ დაგავიწყდეთ. მოგვიანებით რუტემ, რომელიც წარმოშობით ჰოლანდიელია, ეს ყველაფერი ენობრივი პრობლემით ახსნა. თითქოს მან არ უთქვამს მამიკო, არამედ რაღაც სხვა თქვა, მაგრამ ყველამ ასე გაიგო. არავინ არ უნდოდა ეღიარებინა, რომ ტრამპის დაბრუნებამ აშშ-ში ევროპული უსაფრთხოების საფრთხის ფაქტორად აქცია. და შემდეგ კიდევ ერთ ციტატას მოვიყვან ობრაინისგან. უკრაინის მზადყოფნა ღიად საუბრისთვის ამდენიმე ფაქტორის კომბინაციის შედეგი გახდა. აშშ-მა შეამცირა ისიც კი მცირე რაოდენობის შეიარაღება, რომელსაც ჯერ კიდევ კეთდა უკრაინას, რადგან ცდილობდა რესურსების შეინარჩუნებინა საკუთარი ომისთვის ირანის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი დროდადრო საუბრობდა რუსეთის წინააღმდეგ კაცრი სანქციების შემოღების შესაძლებლობაზე, სავარაუდოდ თავისი პარტიის პროუკრაინული ნაწილის დასამშვიდებლად, ბოლო დროს ის ასეთი ჟესტებითაც აღარ იწუხებს თავს. მაგრამ ყველაზე დემორალიზებელი უკრაინელებისთვის ის იყო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რეგულარულად ახდენდა ზეწოლას კიევზე, მოეთხოვა პუტინისთვის ტერიტორიის და რაც თავარია, დონბასის მოსახლეობის დათმობა სამშვიდობო შეთანხმების პარკლებში. ამ გარემოებებმა უბიძგა ზელენსკის და სხვა უკრაინელ ლიდერებს ღიად ესაუბრათ აშშ-სა და პუტინს შორის სულ უფრო მჭიდრო დაახლოებაზე. და გაეფრთხილებინათ სხვა ევროპული ქვეყნები იმ საფრთხის შესახებ, რომლის ფონზეც უკრაინის საჯარო პოზიციის ცვლილება ხდება მისი სამხედრო მდგომარეობის გარკვეული გაუმჯობესების პარალელურად. კარგი, ყოველ შემთხვევაში გასული წლის სირთულეებთან შედარებით მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესდა. ნიშნულად დაკრდნობით საკუთარ უპილოტო ინდუსტრიასა და შიდა სამხედრო ორგანიზაციას. უკრაინულმა ძალებმა ბევრ რაიონში ინიციატივა დაიბრუნეს. ბოლო თვეებში არსებული მონაცემებით, უკრაინელები რუსეთს უფრო მეტ დანაკარგს აკნებენ, ვიდრე ის შეუძლია შეავსოს და უფრო მეტ ტერიტორიას იბრუნებენ, ვიდრე რუსეთი იპყრობს. ფრონტის ხაზზე უკრაინამ გაამაგრა და გააფართოვა ეგრეთ წოდებული დრონების კედელი, რომელიც რუსული ჯარების გადაადგილებას ზღუდავს. ამ კვირის დასაწყისში კიევმა განაცხადა, რომ შეძლო რუსული პოზიციის დაკავება და თყვედ აიყვანა რამდენიმე ჯარისკაცი, ისე რომ არც ერთი უკრაინელი მებრძოლი საფრთხეში არ აღმოჩნდა, რადგან გამოიყენეს მხოლოდ უპილოტო საჰაერო და სახმელეთო სისტემები. ანუ მხოლოდ რობოტიზებული სისტემებით შეძლეს პოზიციის დაკავება და თანაც თყვედ აიყვანეს დაუბანელი რუსები. ამავდროულად უკრაინელები უფრო თავდაჯერებულად ახორციელებენ დრონებით დარტყმებს საშუალო და შორ მანძილებზე ფრონტის ხაზის მიღმა, როგორც ეს სანქტ-პეტერბურგთან გახორციელებულმა თავდასხმამ აჩვენა. ზუსტად იმავე უსტ-ლუგასა და პრიმორსკზე. და ბოლოს უკრაინა ფაქტობრივად აგრძელებთ რუსეთის სამხედრო საზღვაო ყოფნის ბლოკირებას შავ ზღვაში. რუსეთის ყველაზე დაცულ ბაზებზეც კი გემები აღარ შეიძლება ჩაითვალოს უკრაინული დახმარებისთვის მიუწვდომლად. უკანასკნელი 15 თვის განმავლობაში ამერიკელი ოფიციალური პირები და ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი უკრაინის სისუსტის საკითხზე იყვნენ კონცენტრირებულნი. ტრამპმა გასულ წელს სამწუხაროდ ცნობილი განცხადება გააკეთა, რომ უკრაინელებს კარტები არ აქვთ. თუმცა უკრაინის უნარი ადაპტირდეს, თუნდაც ამერიკული დახმარების გარეშე, უბრალოდ გასაოცარი აღმოჩნდა. და დღეს უკრაინა ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია უპილოტო აპარატების შემუშავებასა და წარმოებაში. და არსებული ინფორმაციით 2026 წელს გეგმავენ გამოუშვან 7 მილიონამდე სამხედრო უპილოტო აპარატი. გარდა ამისა, აშშ-ის არმიის მინისტრმა დენ დრისკალმა გუშინ პირდაპირ განაცხადა, რომ დიახ, ამერიკის არმია იღებს უზარმაზარ გამოცდილებას უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან თანამედროვე ომის წარმოების კუთხით.
უკრაინელები რა თქმა უნდა ურჩევნიათ აშშ-ს უიყოს მათ მხარეს და არა რუსეთის მხარეს. 2022 წლიდან 2024 წლამდე ვაშინგტონმა უკრაინას მეტი სამხედრო დახმარება გაუწია, ვიდრე მსოფლიოს რომელიმე სხვა ქვეყანა. თუმცა ამ დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი დაგვიანებით მოდიოდა და ხშირად უბრალოდ გამაღიზიანებელ შეზღუდვებთან იყო დაკავშირებული. ამან მაინც გადამწყვეტი როლი ითამაშა უკრაინის გადარჩენაში ომის პირველ წლებში. თუმცა დღეს უკრაინელები არ თვლიან, რომ ამერიკული მხარდაჭერის დაკარგვა აუცილებლად მარცხამდე მიიყვანს მათ. როგორც წერს ობრაიენი, უკრაინელები ხედავენ, რომ შეუძლიათ სამხედრო ძალისხმევის შეენარჩუნება საკუთარი რესურსებითა და ევროპელი პარტნიორების დახმარებით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ უკან იხევს. როდესაც ადრე შეერთებული შტატების მოკავშირე დაკარგვა უკრაინისთვის კატასტროფას ნიშნავდა, ახლა ასე აღარ არის. საკუთარ მასალას ასრულებს ობრაიენი. აქ მრავალ წევთილს ვსვამ. თქვენი აზრი და დასვენები კომენტარებში დაწერეთ ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და აცკაპომეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ მოწონება. გამოიცევეთ ჩემი Telegram არხი Patchy News-ი. ბმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. და თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, მადლიერი ვიქნები. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ დონატის, YouTube-ზე სპონსორობის ან ფასიანი გამოწერის საშუალებით. მაგალითად პლატფორმა Patreon-ზე. ყველა ბმული და რეკვიზიტი მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში. ეს ყველაფერი იყო. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას მშვიდობით. გაგრძელება.